გიორგი, თქვენ ყოველთვის იყავით უფრო მჭიდრო კოორდინაციის მომხრე. ეს სხვადასხვა სიტყვები შეიძლება გამოიხატებოდა და იწვევდა ხოლმე გაუგებროვებს, მაგრამ ამ მონსტრთან დაპირისპირება, ვისაც ჩვენ თუ აღიარებთ, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და უბრალოდ ზურგს კი არ უმაგრებს, არამედ დღევანდელი გადაწყვეტილებებიც ამ მხრივ უკვე აჩენს, რომ ვიტრინული დემოკრატიის ფაზას დამთავრებულია და გაცილებით უფრო ხისტი დასავლეთთან კონფრონტაციის ღია ფაზაში გადასული ხელისუფლება გვყავს. ეს ფორმატი მეხუთე პრეზიდენტთან არსებული ფორმატი არის ის ადგილი და სივრცე, სადაც მათ შორის რჩება შესაძლებლობა ჯერჯერობით გარეთ მყოფი, ამ ფორმატს გარეთ მყოფი პოლიტიკური სუბიექტებიც კვლავ შემოbrunდნენ და ისინი, რომლებიც არასოდეს არ ყოფილან, მოვიდნენ. მაგალითად, ლელო მონაწილეობს ამ ფორმატში, არა იმიტომ, რომ ამ მაგიდის გარშემო უბრალოდ მეტი ადგილი აღარ არის, მათ ლიდერებს დღეს სასამართლო პროცესები ჰქონდათ, ფიზიკურად უბრალოდ ვეღარ შეძლეს დღეს მოსვლა, თუმცა ვიცი, რომ ისინიც არანაკლები ენთუზიაზმით მონაწილეობენ ამ პროცესში. მადლობა. კი, ნამდვილად ჯერა რომ ძალა ერთობაშია და ვფიქრობ, რომ რაც მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთად, სწორად მით მეტი შედეგი იქნება. სიტუაცია რო გავაანალიზოთ, ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში, ხო? უმძიმესი კრიზისია. რამ გამოიწვია ეს კრიზისი? არჩევნების მიტაცებამ და ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმამ, ხო? ქართული ოცნების მხრიდან, რითაც ფაქტობრივად ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ უარს ვამბობ დემოკრატიულ განვითარებაზე საქართველოში და ვაყალიბებ რაღაცა რუსული ტიპის, ასე ვთქვათ, რეჟიმს თავისი რუსული კანონებით, ხო? ანუ წელს ძალიან გაამრავლეს ეს რაღაცა რუსული ყაიდის კანონები, რომლითაც უნდათ რომ მთლიანად კონსოლიდაცია მოახდინონ ძალაუფლების. შესაბამისად, ამ ბრძოლაში ალტერნატივის ქონა ადამიანებისთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. მე ამ პლატფორმას სადაც ვარ, ვუყურებ როგორც ალტერნატივას. სალომე ზურაბიშვილი როგორც ლეგიტიმაციის მატარებელი ადამიანი და მისი ლეგიტიმურობა არსად წასულა, რადგან საპარლამენტო არჩევნებს ჩვენ არ ვაღიარებთ და იმ თავყრილობის, რომელიც იკრიბება რუსთაველზე არსებულ შენობაში, გადაწყვეტილებები ჩვენთვის არის არალეგიტიმური და უკანონო. შესაბამისად, სანამ ახალი პრეზიდენტი არ იქნება არჩეული, პრეზიდენტის სტატუსი აქვს სალომე ზურაბიშვილს, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობას და რა თქმა უნდა, ხა თუ მეუბნებით, რომ ეს საბოლოოა თუ არა, მე ვისურვებდი, რომ ხვალდაზე კიდე გაფართოვდეს, ხო, ეს წრე და ვიცი, რომ მაგალითად უახლოეს დღეებში, მაგალითად ზურა ჯაფარიძე აპირებს კონკრეტულად ამაზე თავის პოზიციის ჩამოყალიბებას და მე სხვებსაც მოუწოდები, რომ მესმის, რომ ყოველთვის არის რაღაცა სხვაობები, მაგრამ მეტი საერთო ვნახოთ ეხლა ჯობს და მეტი საქმე ერთად ვაკეთოთ, ვიდრე ცალ-ცალკე. ამიტომ ზურა შემთხვევაში გულისხმობთ მის მოსალოდნელ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ფორმატთან დაკავშირებით. კი, მქონდა საუბარი და ამაზე თვითონ უნდა ისაუბროს, რა თქმა უნდა. და მე პირადად მე მცდელობას არ დავაკლებ, რომ სხვა ადამიანები, სხვა ჯგუფები იქნება ახალი თუ ასე ვთქვათ, გამოცდილი პოლიტიკური ძალები, ისინიც იყვნენ ხო ამ პლატფორმაში და მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. რა, ეს არის პრინციპში. რა თქმა უნდა, ხო. ამიტომ მე ასე ვთქვათ, რასაც ვუყურებ იმას, რომ საერთო საქმეს ვაკეთებთ. თქვენ თქვით, რომ 26-ის ორგანიზატორები ჩვენ ვართ, არა, არის 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც შედის ფაქტობრივად ყველა აქტიური ჯგუფი, რომელიც არის ახლა რუსთაველზე და მის გარშემო წარმოქმნილი ორგანიზატორები, ასე ფართო გაგებით შეიძლება ვთქვათ, რომ არის ეს 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ დღეს, რომელიც იქნება მიმართა ჩვენი უცხოელი პარტნიორების, ვინც ჩამოვლენ, ზოგი ვიდეო მიმართვა იქნება, ასევე იქნება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა და გარდა ამისა იქნება სხვა ღონისძიებებიც. კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, მე ვუყურებ ამას როგორც ალტერნატივას, დიახ, უნდა ვისაუბროთ როგორც კოალიციური თანამშრომლობა, იმიტომ რომ სხვა შორის კოალიცია ძალიან აშინებს ხოლმე საზოგადოებას, იმიტომ რომ როცა თანამშრომლობას ვერ ხედავენ პოლიტიკურ ძალებში, გონიათ რომ ჩვენ ერთმანეთს ხოცავთ, ხო? არა, პირიქით, ამ ფორმატით იმას ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ, შეგვიძლია საქმეც ვაკეთოთ. რაც შეეხება სამომავლო გზებს, მე ვხედავ ბევრი მიმართულებით განვითარებას, როგორც არის არამხოლოდ პროტესტი, არამედ მეტი, ასე ვთქვათ, ალტერნატივის ჩვენება, მათ შორის ევროპასთან მეტი უფრო სისტემური ურთიერთობის დამყარება, იმიტომ რომ იქ სადაც შეჩერებული არის ევროინტეგრაციის პროცესი, ქართული ოცნების მხრიდან ამაზე ზრუნვა ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენ
გავაგრძელოთ ეს პროცესი და მზად ვიყოთ რეჟიმის ცვლილების მომენტში, რომ სწრაფად ისეთი ცვლილებები განვახორციელოთ, რომელიც დააჩქარებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის ძლიერი საქართველო ევროპასთან და ძლიერ ამერიკასთან ერთად, ხო? ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, რაც ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს და მაინც ეს დავინახავდი რა, რომ მე ესე უყურებ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდე მეტი შევიკრიბებით რუსთაველზე და ამ შეკრებებს ყოველთვის ჭირდება რაღაცა სამეთაურო, ასე ვთქვათ, პუნქტი, ხო, რაღაცა ლიდერობა, რომ ეს ძალა, რომელიც არის აკუმულირებული თუნდაც რუსთაველზე იქნება თუ ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, მიმართოს სწორი მიმართულებით. მე აქაც დავინახავდი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის როლს, რომ მანამდე ისე ავაწყოთ სამუშაო პროცესს, თუ ჩვენ მზად ვიყოთ კონკრეტულ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ასაღებადაც, გადაწყვეტილების მისაღებადაც და სიტუაციის სწორი მიმართულებით რადგან